გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს წელსაც ეხმარება. ადგილობრივი ხელისუფლება ადრეული ინტერვენციის სერვისს უფინანსებს 0-დან 7 წლამდე, ასევე 7-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებს. გარდა ამისა, მერიის სოციალური სამსახური ფარავს მათი მგზავრობის ხარჯებს საჭიროების მიხედვით. აუტისტური სპექტრის აშლობა არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის კომუნიკაციაზე, სოციალურ უნარებზე და ქცევაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას დასმული ეს გამოცნობილი ეს მდგომარეობა. რაც უფრო ადრე დაიწყება დახმარება, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგები, მით უკეთესად განვითარდება ბავშვის უნარები. სწორედ ამიტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელზე მეტია, რაც ახორციელებს აუტისტური სპექტრის აშლობის მქონე ბავშვების თანადაფინანსებას. კერძოდ, 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაფინანსდებიან 12 ვიზიტით, ყოველ ვიზიტზე არაუმეტეს 30 ლარის ოდენობის თანხით. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ ამ ასაკის ბავშვები მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება მხოლოდ 4 ვიზიტის ფარგლებში, ესე იგი ჯამში ბავშვს კვლავაც ექნება თვეში 12 ვიზიტი. 7-დან 18 წლის ასაკამდე, რადგან არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, მუნიციპალიტეტი აფინანსებს 12 ვიზიტს, როგორც აღვნიშნე, თითო ვიზიტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს. ამასთან ერთად აღვნიშნავ, რომ ბავშვებს, რომლებიც კვირაში 3-ჯერ დადიან აღნიშნული დახმარების მისაღებად, დაუფინანსდებათ ტრანსპორტის ხარჯი. ტრანსპორტის ხარჯი დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილსა და მიმწოდებელს შორის არსებულ მანძილზე. ჩვენ ამჟამად აღრიცხვაზე გვყავს 12 აუტისტური სპექტრის აშლობის მქონე ბავშვი.